ფსკენ, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ცუდ რაღაცები კეთდება როგორც განათლების მხრივ, ასევე როგორც უყამარებულ ქალაქებზე, ბოლო ამბებიდან სახებს რაც ხდებოდა, ამიტომ მაქსიმალურად უკან მივდივართ, მე ვფიქრობ, თუ მთავრობა არ შეიცვალა, მაშინ უკან. ანუ უიმედოდ ხართ განწყობილი. სანამ ეს მთავრობა არის კი. კარგად იქნება ყველაფერი, მე მაგალითად ძალიან იმედიანად ვარ. კარგად იქნება ნორმალურად ყველაფერი. ახლა როგორ არის? ნორმალურია შედარებით, რაც მე გამივლია. აი მაგალითად 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ ემიგრანტების რაოდენობა გაიზრდება თუ შემცირდება? შემცირდება. შემცირდება? რა გამოიწვევს ამ შემცირებას თქვენი აზრით? აი ქართული ოცნების პოლიტიკა? საერთო პოლიტიკა და ხალხის სიყვარული ქვეყნის მიმართ. მე მინდა რომ უკეთესობისკენ იყოს, მაგრამ არა იმედი? ვიქონიოთ ყოველი შემთხვევაში. ეხლანდელ დროში ეხლანდელი იმედია საერთოდ არ არის ამ წუთას ახლა ისეთი სიტუაციაა და ნახოთ მომავალში რა იქნება 10 წლის მერე. მედია ყველაფერი კარგად იქნება.